საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ კიდევ ერთი ანგარიში გაასაჯაროვა. ორგანიზაციამ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ამჯერად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ბათუმში მერობის კანდიდატების ქონებრივი მდგომარეობა შეისწავლა. დოკუმენტში ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის კანდიდატი გოჩა გუგუნავა 40%-იან წილს შეპესეთ ჯეო ტრანსში ფლობს. საქმიანობს შეპესეთ თამერლანში. 2013 წელს კი დაფუძნებული აქვს აიპის საქველმოქმედო ფონდი ბათუმი. იგი წილს ფლობს აჭარის პოკერის ფედერაციასა და შეპესი აჭარა დისტრიბუშენ 2000-ში. მხოლოდ საცხოვრებელი ბინების მფლობელობა ჩანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ქართული ოცნების და ერთიანობის დარბაზის ბათუმის მერობის კანდიდატების სახელებზე. ფინანსური შემოსავლის წყაროდ მათ სახელზე მხოლოდ სახელფასო შემოსავლები ფიქსირდება. არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძის მერობის კანდიდატი ალექსანდრე თევზაძე საზოგადოება სულიკოს დირექტორია. არის ის, რომ მოქალაქეებმა თავიდანვე იცოდნენ პოტენციური მერების და გამგებლების ახლანდელი ქონება, რათა შემდგომ, როცა ისინი მორჩებიან საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას და დადგება მორიგი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდი, შევადაროთ მათი იმდროინდელი ქონება და ახლანდელი ქონება, ანუ რამდენად გამჭვირვალედ მოახდინეს მათ ქონების შეძენა, რამდენად შემოსავლიანი იყო, თქვათ, მათი საქმიანობა მათთვის, როგორც ჩვეულებრივად დაქირავებული ადამიანებისთვის, რა ტიპის ქონება და რა რაოდენობის ქონება იყიდეს და რა მოცულობის და რამდენად შეესაბამებოდა მათ მიერ სახელფასო ანაზღაურებითა თუ პრემიით მიღებული შემოსავალი იმ ქონებას, რაც შეიძინეს.